გამარჯობა, ამჯერად უნდა დავიწყო კითხვით, გახსოვთ თუ არა, გაეროში სულ 2 დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული აი ეს განცხადება. С первого вопроса нам нечего скрывать. Мы никогда не атакуем гражданские объекты. Инциденты случаются, но мы никогда и не ведем прицельный огонь по ним, и мы никогда не наши беспилотники или ракеты. ეს კაცი კიდევ ერთხელ შეეცადა მთელი მსოფლიოს გასულელებას და ძალიან იუკადრისა, როდესაც კითხვა დაისვა სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთან დაკავშირებით თქვა და თქვა რომ რა სისულელეა ჩვენ არასდროს მათ მიზანში არ ვიღებთ, არასდროს არ ბომბავთ არც მშვიდობიან მოსახლეობას და არც ობიექტებს, ხანდახან ინციდენტები კი ხდება ხოლმეო, მაგრამ ეს ჩვენი რაკეტები და დრონები იქ მიზანმიმართულად არ მიფრინავენო. არ გასულა 48 საათი აი ამ განცხადებიდან და ვნახეთ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასირებული მორიგი შეტევა რუსეთის მიერ დრონებით 500-ზე მეტი დრონი იყო გამოყენებული ფრთოსანი რაკეტებით და ბალისტიკური რაკეტებით. და რაც ყველაზე სამწუხაროა არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში 4 ადამიანია დაღუპული ბოლო მონაცემებით, მათ შორის 12 წლის მოზარდი, რაც არის კიდევ სხვა სიმძიმის ტრაგედია. ნახეთ რა, დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, რაც მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი კომპლექსები, კერძო სახლები, საბავშვო ბაღებიც კი და ამ ყველაფერს გაჩვენებთ. აი აქ არის ფოტომასალაც, სადაც ჩანს ხანძრები, სადაც ჩანს მაშველები, როგორც ცდილობენ დანგრეული კორპუსებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანას, მათ შორის ბავშვების გამოყვანას. ჩანს დაზარალებული ხალხი, დამწვარი ინფრასტრუქტურა, ხო, რაც ხაზგასასმელი აქვს. მთელი ესეთი მჭიდრო დასახლებები, ეს კადრები კიევში არის მათ შორის, სხვათა შორის გადაღებული, სადაც არის უზარმაზარი ნგრევა, მსხვერპლი და ეს მთელი უბედურება, რაც აი ამ კადრებშიც ჩანს, მაშველების სამკერდე კამერებით არის გადაღებული, როგორც ცდილობენ ისინი მოქალაქეების გადარჩენას, დამწვარი შენობებიდან მათ გამოყვანას და ცეცხლის როგორღაც ლოკალიზებას. ეს არ ხდებოდა ერთ ადგილას, ხდებოდა ქალაქის სხვადასხვა უბნებში და გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხანი ეს შეტევები, რომელიც იყო არა მხოლოდ კიევზე, სხვა ქალაქებშიც. ხო, როდესაც აი ამ კადრებს უყურებ და თან ეს ლავროვის განცხადება მიტრიალებს თავში, უამრავი რამე მახსენდება. რატო ლაპარაკობთ ცინიზმზე, ხო? ანუ პირველი დღეებიდან და პირველი თვეებიდან დაწყებული უკრაინაში შეჭრიდან უამრავი რამე შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც გამოჩნდა პირდაპირი მიზანმიმართული ტერორი სამოქალაქო საზოგადოების, მშვიდობიანი მოქალაქეების, უიარაღო მოქალაქეების, ამის უამრავი მაგალითი არსებობს, როგორც ესე ჯარისკაცების მიერ გაკეთებული ეს საშინელებები, ასევე რაკეტების თუ ბომბების და დრონების გამოყენებით მთელი ამ წლების განმავლობაში. ავიც, რამდენი რამე შეიძლება გავიხსენო, მარიუპოლის თეატრიდან დაწყებული, სადაც დიდი წარწერა იყო ეს კადრი ძალიან ალბათ ბევრს გაქვთ თვალში ჩარჩენილი, სადაც ეწერა რომ იქ იყვნენ ბავშვები, უამრავი ასეულობით ადამიანი თავს აფარებდა და უმოწყალოდ დაიბომბა, ეს ჯერ კიდევ ომის დაწყების დროს იყო. და ამის შემდეგ კიდევ ბევრი რამე შეგვიძლია გავიხსენოთ, ბუჩა და სხვა და სხვა. უამრავი ათასობით кейსი დევს უკრაინის პროკურატურაში კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით და იმედია რომ ოდესმე აი ამ ხალხისთვის რაღაცა სამართალი დადგება და ყველა აგებს პასუხს. მაგრამ ჯერჯერობით ფაქტია რომ რუსეთის აი ეს ქმედებები, ეს ცინიზმი არის დიდწილად დაუსჯელი და რას აკეთებენ ისინი. აი ამ ვიდეოში ვაპირებ რომ გარდა აი ამ ფაქტებზე და პარალელებზე საუბრისა, სად იტყუებიან აშკარად და რას აკეთებენ რეალურად, ვისაუბრო იმაზე თუ რატომ აკეთებს რუსეთი ამას, რა მიზანს ემსახურება ერთის მხრივ. სამოქალაქო ობიექტებზე შეტევები, ხალხის ხოცვა პირდაპირი გაგებით და რა შედეგებს იღებენ აი ამ ყველაფრით. ხო, მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline, იგივე წითელი ხაზი. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ პირველ რიგში, მოგიკითხავთ ყველას, სალამი ყველას, საქართველოში საზღვარგარეთაც, ვინც მუდმივად თვალს მადევნებთ და ხო, ამას ყოველჯერზე ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან მიხარია თქვენი ჩართულობა, ეს ძალიან დიდი სტიმული არის ჩემთვის. აქვე თუ არ ხართ არხის გამომწერები, ძალიან მაგარი იქნება თუ გააკეთებთ ამას ახლავე და გამოიწერთ არხს. რა მინდა რომ თქვა, მოკლედ
აი ამ სამოქალაქო ტერორს აქვს ორი ძირითადი მიზანი და ორი ძირითადი კომპონენტი. ერთი ეს არის პირდაპირ იერიშებით ხალხის ხოცვით საზოგადოების დემორალიზება და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მათ შორის იძულება, რომ დანებდნენ გატეხვა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელების და სამხედროების, რომ აი ამ სხერპლის, აი ამ გრევის ფასად მათ დასვან კითხვები ღირს თუ არა ბრძოლის გაგრძელება, ეს არის ერთი ნაწილი და მეორე უფრო მეტად ცინიკური და ამაზრზენი არის ამ ამბის ის ნაწილი, თუ როგორ ცდილობს აი ამგვარი თავდასხმების გამოყენებას რუსული პროპაგანდა და პრორუსული პროპაგანდა მათ შორის საქართველოში, რომელიც ასეთ რამეს ფუთავს და ასეთ манипуляციას მიმართავს, ალბათ ბევრს შეგხვედრიათ ან გსმენიათ ან წაგიკითხავთ მათ შორის მსგავსი კომენტარები ჩემ ვიდეოებზეც კი, რომ აი რას უშვებიან საწყალ, რა დღეშია საწყალი უკრაინელი ხალხი. როგორ მიწასთან გასწორდა უკრაინის ქალაქები და ყველაზე გამაოგნებელი ამ ამბავში ის არის, რომ პასუხისმგებლობას ამაზე რუსეთს კი არ აკისრებენ, პუტინს კი არ აკისრებენ და მის რეჟიმს. პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე აკისრებენ უკრაინის ხელისუფლებას და პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც არის თავდაცვით ომში, ამხელა სამხედრო მანქანის წინააღმდეგ აგერ უკვე 3 წელიწად ნახევარია. ეს ყველაფერი ცხადია არ ხდება შემთხვევით, როდესაც ვინმე რამე კომენტარს დაწერს, რაღაც პოსტს გააზიარებს ან იგივე მედიაში გააკეთებს ვინმე პოლიტიკოსი მსგავსი შინაარსის განცხადებას, ეს არ არის რაღაც შემთხვევით იმ მომენტში, რაღაც მსჯელობის დროს დაბადებული აზრი ან რაღაც წამოსული წინადადებები, მე ამის არ მჯერა, ეს არის ძალიან კარგად დამუშავებული წინასწარ შედგენილი გზავნილება, რომელიც ერთობლივად მუშაობს ამ თავდასხმების პარალელურად. როგორც კი ასეთი თავდასხმები ხდება, მაშინვე იწყება ამ თემის ხელახლა აგორება. ან ხო ძალიან მარტივი მოცემულობა ერთი შეხედვით. ეს ამაზრზენი შეტევები და მისი შედეგები ბრალდება არა იმ ქვეყანას, რომელიც ამას აკეთებს მიზანმიმართულად, არამედ იმას, ვინც თავად არის ამ დარტყმების სამიზნე. ხო, კი, ასეა, ძალიან მარტივი მოცემულობაა, თან უკვე წლებია ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ იმდენად მძლავრი და მასობრივი არის აი ეს პროპაგანდა, რომლითაც არის გაჯერებული უკვე ძალიან მყარად საქართველოს აუდიტორიაც, ქართული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილიც, რომ ამ ყველაფერზე გვიწევს დავა, ამ ყველაფერზე გვიწევს რაღაცა მსჯელობა, ახსნა და თუნდაც აი ამ ვიდეოში ამ საკითხზე მიწევს ყურადღების გამახვილება. ერთი შეხედვით აბსურდული მსჯელობა არის, აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი არის სამტკიცებელი. აი ამ აბსურდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე, როდესაც აი ამ ტიპის მსჯელობებში საქმე მიდგება ხოლმე რუსეთის პასუხისმგებლობაზე და მათ დადანაშაულებაზე, რატომღაც მათი კომაგები საუბრობენ რუსეთის ინტერესებზე და ამბობენ, რომ ვიცით რა, აი რუსებს თავისი ინტერესი აქვთ. სხვათა შორის აი ამ თემაზე ძალიან კარგად განმარტებული, ესეთი სხარტად მოფიქრებული განცხადება მახსენდება გიორგი ჭანტურიას ერთ-ერთ ეთერში გაკეთებული განცხადება იყო, იქ ცოტა სხვა კონტექსტი იყო, სადაც კარგ შედარებას აკეთებდა რა. თუ სწორად მახსოვს, იქ საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც დასავლეთიდან ვიღაცა აქ საქართველოში პირობითად ვინმეს ეხმარება სამოქალაქო ორგანიზაციებს თუ ასე შემდეგ, კითხვა ისმისო, რომ რატო დებენ ისინი ამ ფულს, რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს, რაღაცა მაგათ თავისი ინტერესი აქვთ და პირიქით, როდესაც რუსეთი რაიმე ცუდს აკეთებს, იქ არგუმენტად მოყვანილი არის ხოლმე, რომ ნუ ახლა რას ვიზავთ, რუსეთს თავისი ინტერესი აქვთ. ძალიან კარგი შედარება იყო ეს ისე ხო, ნუ გამახსენდა და აუცილებლად აღნიშნვის ღირსი არის, საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც და ბევრი მოწონებაც ჰქონდა მაგ ვიდეოს, რომელიც ნახე. ხო, ასეა რა, აი ამ აბსურდის ფონზე ჩვენ გვიწევს რაღაცების მტკიცება და აბსოლუტური ჭეშმარიტების გადაგვარება ხდება, რეალობის გამრუდება ხდება და ეს არის პოლიტიკური манипуляция, ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც ფაქტია, რომ პირდაპირ სამხედრო აგრესიის პარალელურად რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს და იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ იყენებს საქართველოშიც, მთელ რეგიონში, სხვა ქვეყნებში, ევროპაშიც და ასე შემდეგ. ყველგან ცდილობენ ისინი საზოგადოებას
საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, მცდარი წარმოდგენების შექმნას, მცდარი და ცრუ ნარატივების გავრცელებას და მთლიანობაში რეალობის გამრუდებას, აი ეს ტერმინი ყველაზე მეტად უხდება ამ ამბავს. იგივე სპირალში ტრიალებს ეს ყველაფერი, იგივე ტყუილი ლავროვის მხრიდან, თითქოს ისინი არაფერში დამნაშავე არ არიან და იგივე შედეგი, რომელიც დადგა კიევში და სხვა ქალაქებში უკრაინის ბოლო 24 საათის განმავლობაში. დაღუპული ხალხი, დანგრეული საცხოვრებელი სახლები, დაზარალებული ხალხი და ამ ყველაფერში ვინ არის დამნაშავე? პუტინი? არა, რა სისულელეა. ამ ყველაფერში დამნაშავე ისევ და ისევ არის თავად უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა ჯერ რომ თავად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის ბედი მომავალი და კურსი დასავლური განვითარების და ინტეგრაციის ნაწილში და შემდეგ უკვე გადაწყვიტა რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, რომელსაც მისი არჩევანი არ მოწონს, რომელიც შედის ტანკებით, რაკეტებით და ამხელა სამხედრო მანქანით მის ტერიტორიაზე, როგორ გაბედა უკრაინამ რომ წინააღმდეგობა გაუწია. არჯობდა ამდენი ხალხის ხოცვას, ნგრევას ბრძოლის ველზე, ფრონტის ხაზზე თუ სამშვიდობო ნაწილში უბრალოდ ხელები აეწიათ, დანებებულიყვნენ და უარი ეთქვათ საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე. აი ამ ცრუ დილემის შემოტანას ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში რუსეთი და ხო დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს კომენტარებშიც იგივე პოლემიკა წავა. სხვათა შორის აი ამ თემაზე როცა ვფიქრობ ხოლმე მე თვითონ მაქვს რაღაცნაირი დილემა, საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამაზე. ხან მგონია რომ არ ღირს ასეთი ტიპის ცრუ ნარატივების განხილვაში შესვლა, ამ ტიპის კომენტარებზე პასუხის გაცემა, რადგან არ მოხდეს ამის ტირაჟირება და ამ სპირალში არ შევყვეთ და ანუ დავაიგნოროთ და შესაბამისად ნაკლები გამოხმაურება კონდეს და მეორეს მხრივ ხან მაქვს ხოლმე ასეთი პოზიცია რომ პირიქით უნდა უპასუხო თან უნდა უპასუხო ისე რომ გააბათილო მათი არგუმენტები რომლებიც რეალურად არ არსებობს ეს ყველაფერი ემყარება რაღაც ცრუ ფაქტებს ან ემყარება ფაქტების მოდელირებას შებრუნებას და ასე იბადება სწორედ ეს ცრუ ნარატივები და შეყვე აი ამ მსჯელობაში და არგუმენტირებულად გასცე პასუხი იმისთვის რომ მესამე ადამიანი რომელიც ამას წაიკითხავს შეექმნას ჯანსაღი წარმოდგენა საკითხზე და არა ის მცდარი, რომლის ტირაჟირებასაც ამ შემთხვევაში რუსული პროპაგანდა ცდილობს. არ ვიცი, ორივე ნაწილში არსებობს არგუმენტი და ხო, პრინციპში სიმაღლე რომ გითხრათ, ხან ერთნაირად ვიქცევი ხოლმე და ხან მეორენაირად, მაგრამ საინტერესოა ხო, თქვენ რას ფიქრობთ, თქვენი მოსაზრებაც გააზიარეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ აი ამ გამოწვევაზე, რომელიც თავისთავად არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ეს სრულ ნარატივები აღარ მოედინება მხოლოდ სატელევიზიო ეთერებიდან, არ მოედინება მხოლოდ რაღაც საინფორმაციო წყაროებიდან, დაფინანსებული და ორგანიზებული წყაროებიდან, არამედ ეს მოდის უკვე ინდივიდუალურ დონეზეც და ამ ყველაფერსაც დიდი ხანია უკვე მივეჩვიეთ, თვალს ვადევნებთ, თუმცა არის საზოგადოების მოწყვლადი ნაწილი, რომელზეც ეს ყველაფერი ახდენს გავლენას. ამიტომ ესეც გამოწვევა არის და ცხადია ერთად უნდა ვიმსჯელოთ, მე მაინტერესებს ყოველ შემთხვევაში ჩემი აუდიტორიის აზრი, როგორ უნდა გავუმკლავდეთ აი ესეთი ტიპის პროპაგანდას, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის სახიფათო, არის აი ამ ჰიბრიდული ომის ნაწილი, საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ადამიანების შეხედულებებზე, საზოგადოების ქცევაზე და რიგ შემთხვევაში არჩევანზეც კი. და ერთ-ერთი თემა, რომელიც ასევე ამ ვიდეოში მინდა ვახსენო, ეხება სწორედ არჩევნებს, რომელიც ტარდება მოლდოვაში ამ შემთხვევაში და იქაც სწორედ აი ამ საკითხთან გვაქვს საქმე პრორუსული გავლენები, პრორუსული პროპაგანდა და მეორეს მხრივ პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და მხარდაჭერის მოპოვებას, ძალიან საინტერესო არჩევნები, ამას ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდები. მანამდე კი მინდა რომ ცოტა ხნით კიდევ უკრაინას დაუბრუნდეთ და ვნახოთ თუ რა ტიპის პასუხი გასცა უკრაინულმა მხარემ იმ იერიშებს, რომელზეც თავში ვისაუბრე და რომელსაც შეეწირა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 12 წლის ბავშვი. უკრაინის პასუხი გამოიყურება აი ასე,
მასზე, ეს არის ბელგოროდის ოლქი, რუსეთის ტერიტორია, ბელგოროდის თბოელექტროსადგური, რომელიც ძალიან მძიმედ დაბომბეს. დღეს თან დაბომბეს 2 სხვადასხვა სადგური და ეს ყველაფერი გავრცელებული ინფორმაციით მოხდა ჰაიმარსის სისტემების გამოყენებით. შედეგი არის ის, რომ თბოელექტროსადგურებმა მუშაობა შეაჩერა და ბელგოროდში გათიშული არის ელექტროენერგია და გათიშული არის წყალმომარაგებაც. აი აქ ჩანს უშუალოდ ის მომენტი, როდესაც დარტყმის პარალელურად ქალაქში ითიშება ელექტროენერგია და ბნელდება მთლიანად კადრი. ნახეთ? დარტყმა და კადრი ქრება. აი ამ ამბავს შემდეგ მოყვა უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე სადაც ჩანდა ხალხი როგორ ანთებდა სახლში სანთლებს იმისთვის, რომ დაენახათ ერთმანეთი რუსეთის მოქალაქეები ქუჩებში, როგორ გადაადგილდებოდნენ სიბნელეში და როგორ გამოხატავდნენ გაოცებას, რომ ნუ აი ეს როგორ მოხდა, როგორ დაემართათ, ხო, იგრძნეს და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ. თუმცა ამ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ თუ რუსეთის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობა იყო ფიზიკურად, ამ შემთხვევაში სამიზნე იყო სტრატეგიული ობიექტი უკრაინის მხრიდან, ეს იყო ამ შემთხვევაში თბოელექტროსადგური. როგორც წესი, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელები ხშირად იღებენ ხოლმე მიზანში და ეს ერთ-ერთი მათი მთავარი პრიორიტეტი არის ნავთობ ობიექტებს, იმისთვის რომ შეამცირონ რუსული ნავთობწარმოების პოტენციალი, შეამცირონ მათი საექსპორტო პოტენციალი, შესაბამისად რუსეთის შემოსავლები, რასაც ისინი ეყრდნობიან ამ ომის წარმოებისას ბოლო თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით აგვისტო და მიმდინარე თვე სექტემბერი იყო ამ მხრივ გამორჩეული უკრაინელებმა აი ამ შორსმოქმედი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მიტანილი იერიშებით მოახერხეს ის, რომ სხვადასხვა გამოთვლებით დაახლოებით 25%-ით წლიური წარმოების მოცულობა შემცირდა რუსეთის ნავთობწარმოებაში და ამას დიდწილად თავად რუსული წყაროებიც ადასტურებენ და რუსეთის ხელისუფლებაშიც კი დაიწყეს აი ამ თემაზე ღიად საუბარი და დაიწყეს გადაწყვეტილებების მიღებაც, მათ შორის ერთ-ერთი გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ აი გახანგრძლივდა აკრძალვა გადამუშავებული ნავთობის, ამ შემთხვევაში ბენზინის ექსპორტთან დაკავშირებით, ექსპორტი კი არა, თავად რუსეთის ტერიტორიაზეც მწვავდება სულ უფრო საწვავის კრიზისი და სულ უფრო და უფრო მეტ მასალას ვხედავთ ინტერნეტ სივრცეში, სადაც ჩანს სხვადასხვა ქალაქები რუსეთის სხვადასხვა ოლქებში, სადაც ხალხი ბენზინის რიგში დგას, ათენებენ, აღამებენ იმისთვის, რომ აუზები შეავსონ და ეს ხდება მათ შორის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც, მათ შორის ყირიმშია განსაკუთრებით მწვავე სიტუაცია ამ გაგებით. და ბოლოს როგორც აღვნიშნე, აუცილებლად უნდა შევეხო მოლდოვის არჩევნებს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, გარდამტეხი. ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს სწორედ საით წავა ქვეყანა სამომავლოდ, სად იქნება მათი საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართული. დარჩება თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე, თუ პირიქით გადავა რუსული გავლენის ქვეშ რუსეთის ჩრდილოში. აი ამ არჩევანის გაკეთება უწევდა დღეს მოლდოვის მოქალაქეებს, ძალიან დიდი ჩართულობა იყო, როგორც აღმოჩნდა. წინა არჩევნებს ყოველ შემთხვევაში გადაასწრო, მათ შორის იმ რეფერენდუმსაც, სადაც ქვეყნის ბედი მაშინაც გადაწყდა და შენარჩუნდა საგარეო პოლიტიკური კურსის ვექტორი, ასე ვთქვათ, დასავლური განვითარების არჩევანი მოლდოველი ხალხის მხრიდან, იქ ძალიან ესე ზღვარზე გაიარა, 50%-ზე ოდნავ მეტი იყო მხარდამჭერი ევროპული ინტეგრაციის, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებდა, რომ საფრთხე განსაკუთრებით იქნებოდა აი ამ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, რომ რუსეთი შეეცდებოდა თავისი მოკავშირეების მეშვეობით იქ პოლიტიკური პოზიციების გამყარებას, შეეცდებოდნენ ისინი ხალხის მოსყიდვას, манипуляციებს, ჩარევას არჩევნებში და ამის მცდელობები იყო არამხოლოდ მოლდოვის ტერიტორიაზე, როგორც დღეს იწერებოდა ინფორმაცია დიასპორა, როდესაც აძლევდა ხმას, იყო მცდელობები, რომ არჩევნები ჩაშლილიყო სხვა ქვეყნებში მოლდოვის მოქალაქეებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ დიასპორას განწყობები ძირითადად სწორედ პროდასავლური არის, რუსეთის მცდელობა იყო ამ შემთხვევაში, რომ და პრორუსული პარტიების, რომ ეს შედეგები არ დათვლილიყო, არ მისულიყო ხალხი საარჩევნო უბნებთან, იყო მათ
მათ შორის სრულშეტყობინებები სხვადასხვა ქალაქებში, თითქოს შენობებში იყო ბომბი და ასე შემდეგ, დაფიქსირდა კიბერშეტევებიც, მოკლედ ბევრი ინსტრუმენტი გამოიყენეს იმისთვის, რომ შედეგები რაღაცნაირად შეეცვალათ, თუმცა საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა და ამ შემთხვევაშიც მოლდოველმა ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი საკუთარი შეხედულებისამებრ. ამ დროისთვის, როდესაც მე ამ ვიდეოს ვწერ, გვიან ღამე არის 96.3% უკვე დათვლილი არის ხმების და 59.5%-ით BBC-ს ინფორმაციით ამ არჩევნებში იმარჯვებს პროდასავლური პარტია, რომლის ლიდერიც არის მაია სანდუ, 24.5%-ით მეორე ადგილზე არის პრორუსული პატრიოტული ბლოკი. აქვე BBC-ს მოცემული ჰქონდა მანდატების განაწილების სქემა, ამ გათვლების მიხედვით, რაც შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად აღარ შეიცვლება პროცენტიდან გამომდინარე, როგორც ვახსენე, ესე იგი ხო, როგორ იყო 96.3%-ია დათვლილი, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს საბოლოო მონაცემი არის. სანდუს პარტიას 54 მანდატი ექნება პარლამენტში, პრორუსულ პატრიოტულ ბლოკს ექნება 27 მანდატი და დანარჩენი 20 მანდატი განაწილდება კიდევ სხვა მონაწილეებზე. აი ასეთი შედეგით სრულდება მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები, რაც ცალსახად არის პოზიტიური შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ მოლდოვა ცხადია, რომ შეინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს და აქ პოლიტიკური რყევები ბევრი მცდელობის მიუხედავად რუსეთს ამ ეტაპზე მინიმუმ არ გამოუვიდა, თუმცა ეს 27 მანდატიც არ არის პატარა რაოდენობა პრორუსული პარტიისთვის პარლამენტში. ისინი შეეცდებიან ალბათ, რომ სხვა ეს მცირე მანდატების მქონე, ცოტა მანდატების მქონე დეპუტატებიც თავის მხარეს გადაიბირონ, თუ იქაც არ არის პრორუსული განწყობები ამ ბლოკებში, რომელიც არის აქ წარმოდგენილი. სიმართლე რომ გითხრათ, დეტალური ინფორმაცია ამ დანარჩენ პარტიებთან დაკავშირებით არ მაქვს და ამაზე დარწმუნებით ვერ ვისაუბრებ. ბოლოს იმას დავამატებ, რომ იმედია ჩვენი ქვეყანაც მოახერხებს და დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას, რომელიც ამ ეტაპზე აბსოლუტურად არის იგნორირებული, დაბლოკილი და პირიქით ძალიან დიდი სისწრაფით მივდივართ უკან. მივდივართ რუსეთის გავლენებისკენ და შორდებით სულ უფრო და უფრო ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილებებით ევროინტეგრაციის კურსს და ჩვენი ქვეყნის დასავლურ არჩევანს, რომელიც კონსტიტუციაშიც გვიწერია, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში ამ კონსტიტუციას ფაქტია, რომ არანაირი დატვირთვა და შინაარსი არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში ის ჩანაწერები, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას და იმის ვალდებულებას ეხება, რომ ყველა სახელმწიფო მოხელე, ყველა საჯარო უწყება, ყველა სახელმწიფო სამსახური ვალდებული არის, რომ იზრუნოს აი ამ მიზნის მიღწევისკენ, რაც უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 100% შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ სრულდება. წარმატება უსურვოთ მოკლედ ჩვენ ქვეყანასაც, მოლდოვასაც და უკრაინასაც, რუსეთთან აი ამ უთანასწორო დაპირისპირებაში მსუბუქად რომ ვთქვათ და ვნახოთ რა მოხდება მომავალში. პროცესებს აქტიურად მივადევნებ თვალს ხადია და დაგიბრუნდებით შემდეგ ეპიზოდში უკვე სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მიყურებთ, მადლობა გამომწერებს, მადლობა მუდმივ მაყურებლებს, მოკითხვა ყველა თქვენგანს და გამოხატეთ კომენტარებში ცხადია თქვენი აზრი, ეს აუცილებლად უნდა შეგახსენოთ. არ დაგეზაროთ ლაიქის დასმა, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო, უფრო მეტად აღიქვას აქტიურობა ალგორითმა YouTube-ის და ეს ყველაფერი დამეხმარება ცხადია აუდიტორიის ზრდაში. დაგემშვიდობებით, ნახვამდის, მალე დაგიბრუნდებით ახალი ეპიზოდით.